მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. თქვენი კომენტარები ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წერთ ხოლმე, რომ რეზონირდება, იმისე იგი ფუჭად არ მიდის ის საქმე, რასაც ვაკეთებ ხოლმე საჯარო გაშლებთან მიმართებაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და იმედია, რომ რაღაცით მაინც გეხმარებათ, ცოტაოდენი დახმარებით. დღევანდელი ვინც არ მიცოთ გაგეცანით მე მგონი კატო ვარ და დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო პარტნიორულ ურთიერთობაზე და ვნახოთ ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ ეხლა ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ურთიერთობაში და გავყვეთხოთ მისი ფიქრები, გზნობები, ქმედებები და ასე შემდეგ. მოკლედ ვნახოთ პარტნიორი თქვენ და რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. პარტნიორი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას მოდით ესე ვიტყოდი, რომ რაღაცა სიტუაციიდან გაიპარა, შეიძლება ითქვას და ეხლა რაღაც თან მგონი გამარჯვებულად გრძნობს თავს აშკარად? არა, თლად გამარჯვებულად არ გრძნობს თავს, იმიტომ რომ სწორად მოიქცა თუ არა ვერ გაურკვევია. ეს ადამიანი რაღაცა ცოტა არ იყოს და შეიძლება ითქვას, რომ რო იტყვიან წასვლა ეგონა რომ შეიძლება კარგი იყო მისთვის, შეიძლება რაღაცა ცვლილებები მისთვის ძალიან ისეთი სახარბიელო ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს გაურკვევლობაში ამოყო თავი, ხო, რაღაცა ესეთი სიტუაცია პარტნიორის ენერგიებში. შესაძლებელია, რომ პარტნიორი ცოტა რაღაცა დაშორებული იყოს ტერიტორიულადაც, ესე ვიტყოდი თქვენთან მიმართებაში, ხო? აშკარად ადამიანი არის გაურკვეველი, გაორებული მდგომარეობაში, რამდენად სწორი იყო მისი ნაბიჯები და რამდენად მართებული, ხო? ნახოთ აბა თქვენი ენერგიები. თქვენც ძალიან ესეთი მართალია კოშკის ენერგიებში ამოდიხართ, მაგრამ ნახეთ კოშკის ენერგიები არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდა, ხო? ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ეტაპზე შეიძლება ძალიან ცუდად გრძნობ თავს, მაგრამ ამის შემდგომ ან შეიძლება ვიცით რა, ცუდად გრძნობ თავს კი არა, მე მგონი უკვე გადაიარეთ კიდევაც ეს პერიოდი და უკვე რაღაცა ცხრიან პენტაკლებში, ხო, რაღაცა გადახვედით იმ ენერგიებში, სადაც გაანალიზეთ თქვენი თავის ფასი, თქვენი რესურსის მდგომარეობა, ხო? კი, მესმის ის მომენტის და არის ის მომენტიც, რომ სადღაც მაინც გაქვთ გულის ტკივილი იმასთან მიმართებაში, რომ აი რატომ მოხდა, ხო? რისთვის მოხდა, ანუ რატომ მოიქცა თუნდაც ესე ან ადამიანურად თქვათ, ეთქვათ, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ გაიპარა ურთიერთობიდან ესეთი მომენტი არის და შესაბამისად თქვენ გააქვთ ეს განცდა, რომ აი რატო გააკეთა ეს, ხო? რატო მოიქცეს? ნუ კაი, მე ხა დავინგერი, მეტკინა, მეწყინა, ცუდად ვიგრძენი თავი, ნუ კარგი გავიგეთ, ნელ-ნელა დავიწყეთ ჩემი რესურსების დაანახვა და იმის მომენტი, რომ მე უნდა წინ წავიდე და თქვათ, ხო, რაღაც გადავწყვიტე, რომ წინ უნდა ვიარო, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გაქვთ მოტოვებული ის მომენტები, რომ რატომ მოიქცა ეს ადამიანი ესე, ხო? ნუ თუ არ იყო შანსი იმის, რომ რაღაცა ცოტა გამოგვესწორებინო, თუნდაც დავლაპარაკებოდით ერთმანეთს, ხო, რაღაცა არის ეს მომენტი. რა ხდება ახლა თქვენ შორის? ბატონო, ადამიანი არის თქვენგან შორს, რაღაცა დაასრულა ურთიერთობა, რაღაც მოიქცა, როგორც პატარა ბავშვი, გაიპარა, უპასუხისმგებლად მოიქცა თქვენს ურთიერთობაში რა ხდება? ხდება ეს მომენტი, რომ სადაც ყველაფერს ნელ-ნელა ვიტოვებთ უკან, ხო? რაღაცა ვცდილობთ, რომ ახალი ეტაპი დავიწყოთ, ახალი რესურსები დავიწყოთ, ახალი ცხოვრება დავიწყოთ და აი თქვენს ურთიერთობაში კონკრეტულად აი როგორი მომენტია, იცით? სადღაც მაინც რატომღაც გააქვთ ეს მომენტი, რომ აი სადღაც მაინც სვავთ კითხვებს. არა მარტო თქვენ, არამედ ისიც სვავს კითხვებს, ნუ რამდენად სწორი იყო ეს დაშლა, ხო? სწორი იყო ეს ქმედება მის ცხოვრებისთვისაც და თქვენი ცხოვრებისთვისაც. რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო წასვლით. კარგით, არ ხართ ახლა ესე იგი ამოვიცანთ სიტუაცია, როდესაც ადამიანები არ ვართ ერთად, არ არიან ერთად
და ნუ აქ ვიღაცა გაიპარა, ვიღაცა შეწყინა და შესაბამისად, ნუ რაღაცა ცოტა გაურკვეველი სიტუაციებიც არის, იმიტომ რომ კითხვის ნიშნები აქ აშკარად ბევრია დარჩენილი. აი ნახეთ, არ არის ბოლომდე ჩახსნილი ენერგეტიკა, ხო, ესე ვიტყოდი. კარგით, ნახოთ, აბა, რატომ მოიქცა ეს ადამიანი ესე? იცით რა არის, რატომ მოიქცა ეს ადამიანი ესე? რაღაცა მომენტში ვერ იმ იმედებს, რომელსაც გაწლევდათ, რომ ყველაფერი იქნებოდა იდეალურად, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად, რომ ყველაფერს გაართმევდა თავს, რომ მას შეეძლო, დავით, ცხოვრების სწორი მიმართულების მიცემა, ხო, თქვენი ურთიერთობის სწორი მიმართულების მიცემა. აი ამ სიტუაციაში, მოდით ესე გეტყვით, ეს ადამიანი ძალიან ბევრ რამეს იტყუებოდა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ხა 7-იან ხმალი, ესე რომ ვთქვათ, ცოტა ისეთი ტყუილი სარკანი ადამიანი იპარავს ენერგიას და მიდის, ხო? ვიტყოდი ესე რომ რატომ მოიქცა ესე? რატომ მოიქცა და მისი მიერ შექმნილი კოშკი, ესე ვთქვათ, მის მიერ აშენებული კოშკი, რომელიც ააშენა, სამწუხაროდ ფუნდამენტური არ იყო, სამწუხაროდ თავისივე ტყუილების მდგომარეობაში გაიხმართა ეს ადამიანი და შესაბამისად არჩია ის მომენტი, რომ დაესრულებინა, იმიტომ რომ იცით რა არის, თქვენ შეიძლება ესე ვთქვათ, ძალიან დიდ ემოციას კი აძლევდით და ძალიანაც მოსწონდა ეს მომენტი, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში მთლად მარტო არ იყავით, ხო, რაღაცა თქვენს გარდა კიდე სხვასაც უბნევდათ აუგზას, ხო, რატო წავიდა? იცით რა არის, ნახეთ, რატო წავიდა? აქ უფრო მე მგონი იცით როგორი მომენტი არის, რომ მე მგონი კი არა და იცით როგორი მომენტი არის. ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ნუ ერთი ის რომ რაღაცა ილუზიებში შეყავდით და მართლა ქვიშის კოშკებს აშენებდა და ფუნდამენტს საერთოდ არ უყურებდა ამ საუბარს და თითოეული სიტყვა, რომელიც იყო ნათქვამი ашკარად აბსოლუტურად სხვა ქმედებით იყო, მაგრამ ნახეთ მეორე მომენტი კიდე აქ რა არის, იცით, აი თითქოს ეს ადამიანი თქვენთვის იყო გამოჩენილი რაღაცა ციკლის დასასრულებლად. აქ შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახეთ, ცხრიან პენტაკლებში ამოდიხარ თქვენი ენერგიით და შეიძლება ძალიან კარგი რესურსი მიიღო, ნახეთ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანის წასვლის შემდეგ პირიქით ძლიერდებით, რაღაცა ჩვენ მიზნების ვისახავთ და ნუ აი დავუმტკიცეთ, ნუ თუნდაც მოდით ესე ვთქვათ, ხო, რაღაცა მე დავამტკიცებ იმ მომენტს, რომ იცით, მე ძალიან კარგი ადამიანი ვიყავი, არა აქვს ნიშნობა გოგო თუ ბიჭი, ხო, მე ძალიან კარგი ადამიანი ვიყავი და შენ დამკარგე, ხო, შენ ვერ დააფასე ჩემი შესაძლებლობები, შენ ვერ შეაფასე ჩემი რაღაც ესე რომ ვთქვათ, რაღაცა სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობა და ნახეთ, ეს ადამიანი ესე ამ ადამიანის თქვენთან არსებობის მდგომარეობა, ხო, დაგანახათ რაღაცა თქვენი თავის ფასეულობა, თქვენი თავის შეგაყვარად შეიძლება. ნახეთ, თუნდაც მისი წასვლის მერე მიხვდით, რომ იმდენი რესურსი ჩადეთ ადამიანში, რომელმაც მოგატყუათ და რომელიც გაიპარა ურთიერთობიდან, რომ მოდი აბა ჩემ იგივე რესურსს ჩემ თავში ჩავდებ, ხო, მოდი ჩემ თავზე ვიქნები ორიენტირებული, უფრო შევიყვარებ ჩემ თავს, ხო, რაღაცა საკუთარ თავთან მიმართებაში რაღაცა უფრო სხვანაირი გაგხადათ, ხო, უფრო სამართლიანი გაგხადათ საკუთარ თავთან შეიძლება ითქვას. ნუ აი რაღაცა ეს მომენტი არის, რატომ გაიპარა კიდე თქვენი ცხოვრებიდან. იცით რა, მე მგონი კი არა, გაიპარა ეს ადამიანი, წაიყვანეს, ანუ დრო რომელიც თქვენ ან დროს გაკარგვინებდათ, ხვდებით, აი დროს, რომელსაც თქვენ ამ ადამიანში დევდით, ამას გაკარგვინებდათ. აქ მე უფრო ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი კი არ გაიპარა, არამედ სამყარომ გაგარიდათ და წაიყვანა, იმიტომ რომ მისი ტყუილები, მისი რაღაცა ჩიხში შესვლა, მისი რაღაც კოშკები, მისი რაღაცა უმოქმედობა, ვითომქმედებით, მისი სიტყვების აბსოლუტურად ანუ ერთს ვამბობ, მეორეს ვაკეთებ, მესამეს ვფიქრობ, ხო, აი რაღაცა თითქოს აი სამყარომ გაგარიდათ ეს ადამიანი და ეს დრო, რომელსაც უნდა დაგეკარგათ,
აი ეს დრო შეგიმცირათ. ნახეთ, აღარ დაგაკარგოთ, უნდა დაგეკარგათ ამ ურთიერთობისთვის რაღაცა 10 წელი, ხო, თქვათ, და რაღაცა 3 წელი იყავით ერთად, ან 4 წელი იყავით, ხო, რაღაცა პერიოდი. ანუ აღარ მოგცათ იმის საშუალება, რომ კიდე მეტი დრო დაგეკარგათ და მოგცათ იმის საშუალება, რომ აი თქვენი ეს რაღაცა კომფორტის ზონა, რომელიც იქ გქონდათ შექმნილი და ნახეთ, მოდიოდა, მიდიოდა შეიძლება ურთიერთობა, ხო, რაღაცა ერთი პერიოდი აფეთქდებოდა რაღაცა იდეებით, რაღაც ურთიერთობით, აი ხვალიდან დავიწყებთ ამას, იმას და მე ისევ ნელდებოდა და ჩერდებოდა, ხო, აი ამ სიტუაციიდან გამოგარიდათ, ესე ვიტყოდი, აქ მე მგონი სამყარომ უფრო მოგაშორათ ეს ადამიანი და იმიტომაც გაქრა თქვენი ცხოვრებიდან ესე რაღაცა გაიპარა, შარშანდელი თოვლივით რო იტყვიან ხოლმე, იმიტომ რომ თქვენ შეგძლებოდათ უფრო მეტად დაგენახათ თქვენი რესურსი და თქვენ გაგეგრძელებინათ თქვენი გზა სწორად და უფრო მნიშვნელოვნად, ესე რა ვთქვათ. ნუ, ძალიან კარგი. ნახოთ, აბა რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზღუდი აქვს აღმართული თქვენთან მიმართებაში და შეიძლება არც კი ფიქრობთ იმას, რომ საერთოდ აინტერესებს თქვენი მდგომარეობა, სად ხართ, როგორ ხართ და რანაირად, გეტყვით, რომ ძალით მაინც ყოველთვის გაკვირდებათ. შესაძლებელია გაკვირდებოდეთ სოციალურ ქსელებში, შეიძლება ისე მოდიოდეს და თქვენ ფანჯრებთან იდგეს და იქ გაკვირდებოდეთ, ზოგ სამსახურში, ზოგ სახლში, ხო? ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს? იმას, რომ ძალიან ჩიხში შევიდა და აღარ აქვს შანსი იმის, რომ ურთიერთობა აღადგინოს. აი რაღაცა მომენტში ფიქრობს, იცით რა მომენტსაც, რომ თქვენ შეიძლება იმდენად ესე ვიტყოდი კარგ საფეხურზე ახვედით, ხო? იმდენად კარგად დაანახეთ თქვენი შესაძლებლობები, ხო? ვიღაცამ რაღაცა ახალი პროფესია აირჩია და აგრძელებს სწავლას, ვიღაცამ მანქანა შეიძინა, ვიღაცამ ბინა შეიძინა, ვიღაცამ იმიჯი შეიცვალა, ხო? ანუ აქ იმდენად კარგ რესურსებში გადახვედით თქვენ, რომ ადამიანს როგორი მომენტი აქვს, იცით რა ნეტა, აქ კიდე შანსი ამ ადამიანთან რაღაცის თუ რაღაცა არასწორად მოვიქეცე აშკარად, ხო, რაღაცა ჩიხში შევედი. ძალიან ვიტყოდი, რომ ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, ანუ ოღონდ ფიქრის დონეზე და განიხილავს იმ სიტუაციას, რომ აი რაღაცა ჩიხში შევიდა, ხო, რაღაცა არ მოხდა სწორი მიმართულებით, ხო, რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ კიდევაც მე ხა ესე ვიტყოდი, რომ თუ თქვენ ურთიერთობაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ თქვენი არსება, ნუ არის ხოლმე ურთიერთობები, როდესაც არავინ არაფერი არ იცის და რაღაც ცოტა გასაიდუმლოებულია, აქ თუ თქვენ ისე იცოდა ვინმემ რამე, შეიძლება ისინიც ეუბნებიან, რომ აი რაღაცა ძალიან მაგარი ადამიანი დაკარგე, ხო, თქვათ, შეიძლება თვითონ ესე პირდაპირ არ კითხულობდეს თქვენ ამბავს, მაგრამ რაღაცა ნიუანსებით აი რო თქვენ მოხვეულიდან, მეგობრიდან, ვიღაცის ურთიერთობიდან რაღაცა ნიუანსებს მაინც ნახულობს ხდებით. აი თუ თქვენ დაბლოკილი ყავთ და თქვათ მისი მეგობარი არ ყავთ დაბლოკილი, შეიძლება მისი მეგობრის მდგომარეობიდან სოციალური ქსელიდან ახერხებს და შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაცა ბევრჯერ მქონია ესეთი მომენტი, რომ აი მე მგონი ბიჭო რაღაცა არასწორად მოიქეცე, ამ გოგო რაღაცა არასწორად მოიქეცე, ხო ხვდებით, აი აშკარად აქ ვიღაცასთან აქვს კომუნიკაცია, თქვენთან საუბრობს კიდევაც, ხო, რაღაც მომენტში. კარგით, აბა ვნახოთ. ნანობს თავის აქციელს თუ არა? ნანობს თუ არა კონკრეტულად თავის აქციელს? იცით რა არის? მოდით ესე გეტყვით. კი, თან ძალიან მაგრად ნანობს თავის გადაწყვეტილებას. საკუთარ თავთან ძალიან დიდი ჭიდილიც აქვს და საკმაოდ მტკივნეულიც არის მისთვის. ეს ადამიანი ესე ვიტყოდი, რომ აი ბევრჯერ იხსენებს, შეიძლება ითქვას, კიდევაც გეკითხარით, აი ბევრჯერ გიხსენებთ. შეიძლება რაღაცა სიტუაციებიდან გამომდინარე, თქვათ, ერთად სადაც დადიოდით, თქვათ, ერთად, ხო, რაღაც გაივლის იმ კაფესთან, ან რაღაცა სიტუაციაში მოხდება და გაახსენდება, თუნდაც, რა ვიცი, ყავას რო სვავდით და როგორ სვავდით ერთად, ხო, თქვათ, ყავას რაღაც, ანუ ახსენდება ამ ადამიანს ძალიან ბევრი რამ თქვენთან მიმართებაში და ნახეთ როგორი მომენტი არის, ძალიან ნანობს თავის გადაწყვეტილებას.
ნაინობს გადაწყვეტილებს და შეიძლება ბევრსაც ფიქრობს, რომ როგორ შეიძლება მოახდინოს ტრანსფორმაცია და მოახდინოს ურთიერთობის თავიდან აწყობა. შეიძლება ამასაც ფიქრობდეს ხოლმე ხანდახან. ნახეთ, მე არ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ამას ამ წუთას ამით არ გეუბნებით, რომ აპირებს ამის გაკეთებას, მაგრამ მის ფიქრებში და სინანულთან მიმართებაში აქვს ეს მომენტი, რომ რამდენად სწორად მოიქცა, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით რო ეგონა, რომ მისი ცხოვრება შეიძლება კარგად წასულიყო, ბევრად ცუდად წავიდა, იმიტომ რომ აქვს თავიდანვე მისი ენერგიებში რაღაცა გაურკვევლობის მომენტები, ხო? და შესაბამისად საკმაოდ რთულად წავიდა მისი ცხოვრება, ისე რომ ვთქვათ, და აქედან გამომდინარე, ნამდვილად სინანულის მომენტი ნამდვილად აქვს ამ ადამიანს. კარგით, მოდით აბა ვნახოთ ესეთი რამ ქმედება თუ უნდათ, ანუ რაიმე ქმედება თუ აქვს გეგმაში. გეგმაში თუ აქვს რაიმე ქმედება თქვენთან მიმართებაში უახლოეს პერიოდში, ხო? იცით რა არის, ნახეთ ქმედებასთან მიმართებაში, მოდით ესე გეტყვით, რომ აქვს ამ ადამიანს ქმედების სურვილი, სხვათა შორის. ოღონდ, ნახეთ, ეს ქმედება ძალიან ფრთხილიდანელი იქნება. ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, სხვათა შორის, ესე ვიტყოდი. გამოჩნდება ოღონდ მე არ გეტყვით, რომ მალე გამოჩნდება და არც იმას გეტყვით, რომ რაღაც გამოჩნდება და რაღაცა უცბად დაალაგებს ყველაფერს, ხვდებით? არა, ის ადამიანი ხდება, რომ ძალიან სამართლიანი იქნება, თუ კი გამოჩნდება რატომღაც ეს ეთვლის. მაგრამ ამ გამოჩენამდე ამ ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვს დასალაგებელი თავის ოჯახთან. მოდით ესე ვიტყვი ხა სამკუთხედზე წავიყვანო, არა სამკუთხედზე არ წამიყვანია ეს გაშლა, ესე გეტყვით. აქ იმდენად დასალაგებელი აქვს თავის ოჯახთან, ოღონდ ეს ოჯახი არის მისი, ვთქვათ, დედ-მამა და ძმა, ხო, რაღაც აი ოჯახი, რომელთანაც, ვთქვათ, ვიღაცათა შეიძლება მეუღლეც იყოს, ხო, ხა ყველას თავისი სიტუაცია აქვს, მაგრამ აქ უფრო იცით რა მომენტი არის, აქ უფრო დასალაგებელი აქვს ის მდგომარეობა, რომ მე შევძლებ, ანუ მისი მატერიალური მდგომარეობა, მისი ემოციური მდგომარეობა, მისი სტატუსის აღდგენა. ანუ ნახეთ, ანუ ამ ადამიანს ავტორიტეტის დაბრუნების მდგომარეობაც სჭირდება იმისთვის, რომ თქვენსკენ ნაბიჯები გააკეთოთ. ნახეთ, როგორი მომენტია, გარდა იმისა, რომ ავტორიტეტი თქვენთან უნდა დაიბრუნოს, ახლა ბოლო-ბოლო ხა წახვედი, დავასრულეთ ურთიერთობა და შეიძლება ვიღაცასთან უკვე 1 წელიც გასული იყოს ურთიერთობა და რაღაცა 1 წლის და 2 წლის მერე მიბრუნდები და რაღაც გინდა ურთიერთობა, ცოტა რთულია, ხო? რთული კი არა და ანუ რატო უნდა დაგიბრუნო ხდე, ხო? ბოლო-ბოლო აქამდე თუ არის გაინტერესებდა რა სად ვიყავი, ეხლა რატო გაინტერესებს, ხო? თუნდაც რაღაც, აი, უნდა აღიდგინოს თავისი სტატუსი, თავისი რაღაცა მდგომარეობა, რომელთაც შეძლებს, ვთქვათ, იგივე თქვენთან კომუნიკაციას, იგივე თავის ოჯახთან კომუნიკაციას, ხო? აი, რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ აქვს ფიქრებში თქვენსკენ მოსვლა, აქვს. და თვლის, რომ სამართლიანი იქნება, რომ დაბრუნდეს ეს ადამიანი თქვენთან, მაგრამ სანამ ეს ადამიანი დაბრუნდება, მანამ ძალიან ბევრი რამ იქნება დასალაგებული, როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიური, ისე სულიერი და ასე შემდეგ, ხო? ანუ დაალაგების შემდეგ აპირებს, ესე ვთქვათ, თავის ცხოვრების დაალაგების შემდეგ გამოჩნდება. რამდენ ხანში დაალაგებს თავის ცხოვრებას, ეგ უკვე ცოტა სხვა მომენტია. ფიქრში აქვს, კიდე აქვს ფიქრში. აქვს ფიქრში. არა, თქვენთან აშკარად აქვს ურთიერთობის აღდგენის სურვილი, მაგრამ ნახეთ, მეორე მომენტი კიდე, აი როგორც გითხარით, სანამ ავტორიტეტს არ აღიდგეს და სანამ რაღაცნაირად არ მოგაწვით ინფორმაციას იმას, რომ რატომ მოიქცა, როგორ მოიქცა, რისთვის მოიქცა, ხო? ანუ არ გაგცემთ პასუხებს კითხვებზე და არ დაიბრუნებს ნდობას, როგორც თქვენ ენდობოდით, ხო? თქვა, როცა იტყუებოდა.
მანამდე ცოტა გაუჭირდება ხო რაღაცა ესეთი მომენტი. თulis რომ თქვენ შეიძლება იყოთ რაღაც ურთიერთობაში სხვა ადამიანიც გყავდეთ რაღაც მომენტში და არ მოგინდეთ და არ გქონდეთ სურვილი იმის რომ ამ ადამიანთან რაღაცა აღადგინოთ, ამ ადამიანთან რაღაცა ურთიერთობა წამოიწყოთ ხო? ანუ აქვს ის მომენტიც რომ შესაძლებელია ხელს უშლიდეს ვიღაცა მეორე პირი უკვე და მაგიდან გამომდინარე არ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. აქვს ეს რაღაცა თავისებური მომენტები, თუმცა ხო გეუბნებით აი აქ ნამდვილად აქვს იმის განცდა, რომ უნდა დაბრუნდეს და ეს იქნება სამართლიანი რატომღაცა ესე თulis. თუნდაც იყოს 5 წლის წასული ადამიანი, აი რაღაცა თulis, რომ მე სამართლიანი ვიქნები მაშინ, თუ იქ დავბრუნდები, მაგრამ აი ეს დაალაგება ცოტა რთულია. როგორ ჩანს. კარგით, მოდით, აბა ვნახოთ. შეძლებს ეს ადამიანი თქვენთან მოსვლას, აი, კაი, დაალაგების მერე მაინც თუ შეძლებს თქვენამდე მოსვლას. დაალაგების, აი თავისი ცხოვრების დაალაგების შემდეგ. აი, მოდით. ესე იგი. ნახეთ როგორი მომენტია დაალაგების მერე შეძლებს მოსვლას, ოღონდ ძალიან გაუჭირდება ყველაფრის დაალაგება, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია ესეთი ხარ, კი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ უკვე შეიძლება ის მომენტიც იყოს, რომ თქვენს ცხოვრებაშიც ვიღაცა სხვა მეორე ადამიანი არსებობს უკვე, იმდენი ხანია წასული ეს ადამიანი, შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ ნუ ხეთ დაალაგები თუ დაალაგებს ყველაფერს და თუ მოაგვარებს ყველაფერს, ხო? 50-50 აქ სიმართლე გითხრათ მოსვლის იმიტომ რომ მაინც ვერ წყვიტავს თითქოს აი იცით როგორი მომენტია თითქოს კი არა და ძალა არ აქვს ეგო არ აძლევს იმის საშუალებას რომ თავი დახაროს ეგო არ აძლევს იმის საშუალებას რომ ბოდიში მოიხადოს ხდებით აი ნახეთ კი უნდა მოსვლა კი ამბობს იმას რომ თუ დაალაგა ყველაფერი ნუ რაღაცა გამოუვა რაღაც მომენტში მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია აქ დაალაგებას გარდა იმისა რომ თავის ოჯახში ვიღაცასთან რაღაცის მოგვარება უნდა და იქ რომ მატერიალურად კარგად დადგეს გარდა ამისა ამ ადამიანს ბოდიშიც მოსახდელი აქვს ხვდებით და მისი ეგო რამდენად მისცემს აი დაალაგა ყველაფერი ააწყო ისე როგორც უნდა და ისე მოხდა მაგრამ აი აქ სირთულე არის იმაში აი გადმოდგავს ნაბიჯს მაგრამ თქვენ თუ კი თავს როგორ მომენტია იცით აი დაანახებთ რომ ვისთან ხარ მეგობარო ანუ რა გნებავს ხო აი მისი ეგო იმხელაა რომ აი ეგრევე უკან დაიხევს ხვდებით აი ნაბიჯს აღარ გადმოდგავს აი ოღონდ აი ამის გაგებასაც კიდევ ერთხელ გეტყვით აი შორიდან მოგივლით ეს თვითონ პირდაპირ არ მოვა თქვენთან და არ გეტყვით რომ აი მე მაპატიე ბოდის გიხდი და არასწორად მოვიგეთ იმიტომ რომ ეგო არ აძლევს ამის საშუალებას ეგო არ აძლევს იმის მდგომარეობას რომ ამ ადამიანმა გადმოდგას ნაბიჯი და თქვას აღიაროს თავისი შეცდომა იქნებოდა თავისი ტყუილი იქნებოდა თუ თავისი რაღაცა სიტუაცია რომლითაც თქვენ გატკინათ გული და არ მოგექცათ კარგად ხო აი ამას ვერ აღიარებს და არ აღიარებს აი ეს მომენტი აქვს თქვენთვის რჩევა საკუთარ თავზე იმუშავეთ ჩემო კარგო ილუზიაში ნუ აიყვანთ თავს ნუ იოცნებებთ იმაზე რაც რეალობას იქნება მოკლებული ესე რა ვთქვათ წადით გამარჯვებისკენ შეიცანთ და შეისწავლეთ საკუთარი თავი მიესწრით საკუთარ თავს იცით რა შეიძლება აი აქ ისეთი ადამიანებიც მიყურებდეს რომლებიც აი უკვე იმპერატრიცები კი არა იმპერატორები არიან ხო აი რაღაც უკვე ისეთი ენერგიებში გადადიან სადაც ვიცი რა რასაც ვაკეთებ და ანუ მე როგორც ანუ არა აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ კაცი ხარ ანუ კაცი რა თქმა უნდა ხა იმპერატორის ენერგიაში მაგრამ ქალიც როგორი მომენტია ესეთ აი უკვე ესეთი ქალბატონები რო არიან რომ აი ყველაფერს ვაგვარებ რა უშენოთაც უკაცოთაც საერთოდ არავინ არ მჭირდება გვერდზე მე თვითონ შემიძლია
ფინანსური რესურსიც მქონდეს, ჩემი ცხოვრებაც დალაგებული მქონდეს, ყველაფერი მქონდეს ისე როგორც მე მინდა და შენც არ ვისთვის ხარ ხო რაღაცა ის მომენტი. საკუთარ თავზე იზრუნეთ, საკუთარ თავზე იმუშავეთ, არ ჩაიგდოთ თავი ილუზიებში, წადით გამარჯვებისკენ, შეიცანით, შეისწავლით კიდევ ახალი ენერგიები, ნუღად დაუბრუნდებით იმ გულის ტკივილს, რომელიც უკვე ასე თუ ისე გაიარეთ, უკვე ასე თუ ისე დაძლიეთ, ხო? წადით თქვენი მიზნებისკენ, თქვენი ემოციებისკენ და არ მიეჯაჭვოთ ისევ რაღაცა ურთიერთობას, ხო? რაღაცა მომენტში კიდევ გეუბნებით თქვენს ენერგიებში მიუხედავად რომ ძალიან კარგი გათხვდებით უკვე თქვენს მაინც გააქვთ ის სულში ტკივილები რომელიც ვერ გავუშვით ხო აი ეს მიჯაჭვულობა აუცილებლად გავუშვით აუცილებლად დაასრულეთ თქვენთვის იმიტომ რომ ადამიანი რომელიც რა ვიცი ვერ წყვიტავს და ვერ იხდის ბოდიშ თავის გაფუჭებულ საქმეზე ხო ნუ ცოტა არ იყოს და რთული იქნება ამ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა ხო ნუ როდესაც არ აღიარებს თავის დანაშაულს. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ და რა ვიცი, წინ იარეთ და მიაღწიეთ თქვენს მწვერვალებს და თქვენი ადამიანიც გამოჩნდება აუცილებლად სამყაროსგან. წარმატებები.